ზოგჯერ ამბობენ, რომ ესე იგი დემოკრატია გამოიგონეს ეგვიპტელმა ქურუმებმა, მაგრამ არ მოეწონათ და აჩუქეს ბერძნებს, ხო? აი ძალიან საინტერესო რაღაცებია. მე მონოთეიზმის პირველი ასე ვთქვათ, ხატიც სწორედ ეგვიპტეში ჩამოიქნა ეხნათონის სახით, რომელმაც თქვა, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი, სხვა დანარჩენი არის ტყუილი, ეს არის ათონი და სახელი შეიცვალა და ათონის მონა, ანუ ეხნათონი დაირქვა, თუმცა მის გარდაცვალების შემდეგ ამოშანთეს მისი ეს სწავლება, მაგრამ როგორც კარლ იუნგი ამბობს, მე ებრაელებმა წამოიღესო აქეთო. მოკლედ, თავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გონია ყველაფერი აღმოცენდება ხოლმე რაღაცა ისე გაუთვალისწინებლად თავისი წინა მორბედისა. არადა ასე არ არის. თუ დავაკვირდებით ჩვენ ფილოსოფიურ სისტემებს, თუ დავაკვირდებით თუნდაც რელიგიას, რელიგიების ისტორიას, ჩამოყალიბებას განსაკუთრებით, ყველა ეს, ესე იგი, ვითარდებოდა და ფორმირდებოდა ორი პრინციპით. პირველი გახალდათ ის, რომ იგი ებრძოდა თავის წინა მორბედს, ეტოქებოდა მას, რომ მე შენ უკვე მოძველებული ხარ და მე მომაქვს, ესე იგი, ახალი რაღაცა სიბრძნე, ახალი სტუდია, ასე ვთქვათ, და მე მეორეც რაც არ უნდა შებრძოლებოდა და წინააღმდგომოდა ამ ესე იგი ძველს აუცილებლად ითვალისწინებდა მას რაღაცნაირად. აი შეუძლებელი იყო, რატომ? იმიტომ რომ ჯერ საკუთარი ასე ვთქვათ სახე არ გამოეძერწა და ამ შემთხვევაში იშველიებდა ხოლმე ძველ რაღაცებს. ნებისმიერ რელიგია, რომელიც მოდის ახალი, ის რაღაცა ამ წინააღმდეგობაში შედის, კონტრასტში შედის ძველთან და მის რეფორმირებას ახდენს, ხო? თავიდან ქრისტე რას ამბობს, რომ მე არაფერს არ ვიძახი ახალს, მე უბრალოდ განვმარტავ ძველ აღთქმას, რომ ეს ყველაფერი რაც არის, უკვე დრო მოჭმულია, ჩვენ ახალი, ასე ვთქვათ, მიდგომები უნდა წარმოვშვათ, რომ თქვენ მამაჩემის სახლი გადააქციეთ სავაჭრო იმად, გამოაგდებს ვაჭრებს იქიდან და გარკვეული ხან რბილი, ხან ხისტი პოზიციები აქვს რაღაცებთან დაკავშირებით და პირველი ებრაელებმა, როდესაც იუდეველებმა გაიგეს მის შესახებ და ამბობს კაცი რომ მესია ვარო, მივიდნენ და როცა მოусმინეს და თქვა რომ ესე იგი მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა, იქ ძალიან დიდი ფრუსტრაცია განიცადეს, იმიტომ რომ იუდეველებში მესია უნდა ყოფილიყო, ვინც მათ ესე იგი სახელმწიფოს გაათავისუფლებდა, სამშობლოს გაათავისუფლებდა, რომელთა მკვლელობისაგან და ამ კაცმა თქვა რომ იყუარებოდეთ ურთიერთას, ხო? პეტრიცის ენით რო ვთქვა, ანუ ერთმანეთი გიყვარდეთ და როცა გაგაწნავენ მეორეც მიუშვირე და რაღაცა მათ თქვეს ასე ჩვენ საერთოდ წარვიხოცებითო და არ გამოვავა, არ მიიღეს, ხო? და შემდეგ დგება მოციქულების ხანა, განსაკუთრებით პავლე მოციქულის პერიოდში, პავლე მოციქული რაღაცებს ცვლის ისეთ რაღაცებზე უпроსტოდ ახდენს აქცენტებს, რომელიც მისაღები იქნება და მისაღებს გახდის ქრისტიანულ მოძღვრებას განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, რომაელებისთვის და ბერძნებისთვის, ხო? ვთქვათ, ღორის ჭამის ნების დაშვება, ვთქვათ, რომ უწმინდური ცხოველი არ არსებობსო, მერე წინდაცვეთის მაგალითად აკრძალვის თემა. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ უფრო ადვილად იყოს გავრცელებადი, ასე ფიგურალურად ვიტყვი, ეს რელიგია, იმიტომ რომ გარკვეული რაღაცები, რომელიც მაგალითად მოყვება ქრისტიანობას იუდაიზმისაგან, მას ქმნის, ასე ვთქვათ, ტოვებს ერთგვარ იზოლაციაში, არ აძლევს საშუალებას, რომ გაფართოვდეს, ხო? და მოკლედ აი ამას აფართოებს და მერე ელვის უსწრაფესად, ესე იგი, ვრცელდება ქრისტიანობა. ახლა გამოხდება პირველი, მეორე, მესამე საუკუნე, უკვე ბიზანტიის ხანა და სახელმწიფო რელიგიად ესე იგი კეისარ კონსტანტინეს მიერ გამოცხადდება ქრისტიანობა და უკვე კატაკომბებიდან გამოდის ეს სწავლებები და ახლა ამას სჭირდება სტრუქტურული სასწავლებელი, სადაც ესე იგი დავიწყებთ სწავლას. მაგრამ ქრისტიანებს არ აქვთ გარდა სახარებისა, გარდა ლოცვებისა არაფერი ჯერ. ხომ გარკვეული და კიდევ ყვებიან წამებებზე, ოღონდ ეს ჯერ გადმოცემაა და შემდეგ იწყება ამ ყველაფრის აღწერა, ანუ ჰაგიოს გრაფოს, ესე იგი, ნაწერი წმინდანთა შესახებ. და ეს წმინდანები პირველ პერიოდში სულ არიან მოწამეენი.
იმიტომ რომ ქრისტიანი იშვიათად კვდება და მიიცვალება ბუნებრივი სიკვდილით, რამე თუ ეს არის დევნილი რელიგია და სულ აწამებენ და ეს ხალხი მიდის შეგნებულად ამაზე, უხარია და შემდეგ თავიდან მე როდესაც შემოაკლდებათ ჰაგიოგრაფებს უკვე წამებები რომ აღარ არის, ამას შენიშნავს სხვათაშორის მე ივანე ოქროპირიც, ხო? მე გადმოდებენ სასამართლო ესე იგი ოქმებს რომის სასამართლოდან, ამ კიმენური ტექსტები ქვია და ამ იურიდიული ტექსტებიდან დაიწყებენ იმ დასჯილი ადამიანის, გასამართლებული ადამიანის შესახებ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შექმნას. ამას ქვია კიმენური ტექსტები, ეგ შემდეგ იქნება უკვე მოგვიანო ხანაში.